ფიზიკური დატვირთვის მერწყება, აჩქარება და კოშკი და სპაზმი კი არა, პაროქსიზმი. გაიზრდა პირდაპირ და მე იმედი და პულმონოლოგებთან გამიკეთეს ხოთე ტესტი იმის ჩასუწყის და სპირომეტრია გამიკეთეს და მაშინ გამოჩნდა რომ უკვე ქონდა 20 თუ 40% დარჩენილი იმის. ბუნებრივია რომ დღეს ჩემი მდგომარეობა უარესია ვიდრე 30-20 წლის წინ. იმიტომ რომ მაშინ უფრო სხვადასხვაგვარი უფრო ახალგაზრდა. ეს ბუნებრივია. მეორე მხრივ, ვინაიდან ეს წამლები, რომელსაც მე ვხმარობ, ანუ ეს ინჰალატორები, ისინი კი არ კურნავს ამ ფილტრებს, ეგ ვიცი მე. არამედ ამცირებს ეფექტს, თქო, აი ამ გაუარესების. ამიტომ უფრო ადრე რო დამეწყო ეს კურნალობა პულმონოლოგიური ეს უკეთესად უნდა ყოფილიყო იქნებოდი უკეთესად ვიდრე ამიტომ ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია და მე დავკარგე ალბათ 1-10 წელი მინიმუმ 10 წელი ადრეული დიაგნოსტიკის არარსებობის გამო